გამარჯობა თავისთავად. Представьте, могли бы вы видеть. Конечно, смотрели финансово. අපි გავუწევთ, რაც აუცილებლად გონდენია, რომ თინა თავს გაართმევს სტანდარტს დავაკეთე, რა თქმა უნდა, დოკუმენტების გამოცემას და ძალების წერას არცერთი 007 სამირვიანი. სამოცების გამართულობაში უნდა გავაკეთოთ ყველაფერს. მადლობა ყველას დახვედრისთვის. თუ არა აქვს მას ყველა პირობა შექმნილი. მე ადრესს თქვი, ეხაც გავიმეორებ, როდესაც პოლიტიკაში ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ჩემთვის არც ერთი სფერო არ არის უცხო, იქიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებით ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი. ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერზე ვმუშაობდით, მაგრამ ეს არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი. ჩემი ამოცანა ერთ-ერთი და ეხლა ამ შეხვედრის დროს ამაზეც გავაკეთეთ აქცენტი არის ის, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საქართველოში რამოდენიმე ხნის წინ დაიწყო, თავდაცვის უწყების და გენერალური შტაბის, ანუ სამხედრო და სამოქალაქო ნაწილის გაყოფის ბოლომდე მივიყვანოთ. დღემდე პრობლემები აქვს თავდაცვის კანონს, იცით თქვენ პარლამენტში და მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ გადავიდეთ რეალურად იმ სტანდარტზე, რასაც ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი ძალაუფლება ითხოვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები, როდესაც მე შეიძლება ვნახოთ სამხედრო ფორმაში, მაგრამ ეს არ არის თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე. თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, რომ ემსახუროს ჯარს აქედან, სამოქალაქო სექტორიდან და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი, იმიტომ რომ ეს არის სწორედ იმ 21 საუკუნის ის მოთხოვნა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც ჯარისკაცის ფორმაში, ვერც თავდაცვის სამინისტროდან ჯარის მსახურებაში, მაგრამ ეს ზღვარი უნდა ნათლად გავავლოთ. პირველ რიგში მე მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთელ პირად შემადგენლობას იმ გაწეული სამსახურისათვის, რაც ჩვენ ერთად გავწიეთ. ჩვენ დღეს ახალ მინისტრთან ერთად შევხვდით ხელმძღვანელობას. მოხდა გაცნობიტი შეხვედრა. შესაბამისად, ქალბატონ თინასთან მე მანამდეც მქონდა ასეთ შეხვედრა, რომელზეც ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ, სადაც იმ მიმდინარე პროცესების შესახებ, ძირითადი პროცესების შესახებ ვისაუბრეთ. ჩვენი ხედვების შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ხორციელდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პროექტი და ყველა ის გეგმა გაგრძელდება და მივა ბოლომდე, რაც გააძლიერებს ჩვენი ჯარის, ჩვენ შეიარაღებულ ძალებს და ჩვენი ჯარის შესაძლებლობებს. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.